მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულმისი მადლობა რომ გამოწერეთ გახდით ჩემი არხი, იმის რომ ალაიქეთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. მოკლედ დაგიბრუნდით და დაგიბრუნდით ბევრი კარგი ენერგიით, რაც თავარია და გაგახსენებთ და შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ მიიღოთ დიაგნოსტიკები, როგორც ერთ კონკრეტულ საკითხზე, ასევე სრული დიაგნოსტიკა, სადაც შედის თქვენი პირადი ფინანსები, კარიერა, ზოგადი ენერგიები, ასევე მომზადებს სანთლებს თქვენთვის საჭიროების ამ პირადი ურთიერთობების დალაგება, ფინანსები, წმენდის თუ დაცვის, ასევე ჩემთან შეგიძლიათ შევუკვეთოთ რიტუალები, რა თქმა უნდა, ესეც საჭიროების ამებ, ეს არის წმენდა, დალაგება, დასუფთავება თქვენი ენერგეტიკის, პირადი ურთიერთობები და ფინანსები. გეტყვით, რომ მე არ ვაკეთებ ნეგატივებს, ისე რომ მაგისთვის ფიზიკურად არის ხოლმე დარწმუნებული ჩემ არხზე მსგავსი ადამიანები არ ახართ და მაგრამ მაინც ხანდახან შემოირბენენ ხოლმე და ვიტყვი, რომ არ ვაკეთებ ნეგატივებს. არავინ არსად არ მიმყოლ და არავის ფერს არ ვუშავებ, არ ვანგრევ ოჯახებს, ესე რომ ვთქვათ, ასე რომ მხოლოდ სიკეთისთვის ვატარებ რიტუალებს. და რა თქმა უნდა, თქვენთვის დამცავი ამულეტები, რომელიც დაგიცავთ, რომელიც მოგიტანთ ფინანსურ რესურსს, რომელიც ურთიერთობებში დაგალაგებინებთ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ყველაფერი, ასე ვთქვათ, სრული პაკეტი მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ. და ასევე გეტყვით, რომ გარდა ტაროსი, მე ფსიქოლოგიური კუთხითაც მუშაობ, ანუ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება ურთიერთობების დაალაგებასთან, აღდგენასთან მიმართებაში, თვითონ რაღაცა პრობლემასთან და დეპრესიული მდგომარეობასთან დაკავშირებით, თქვათ, რაღაცა გამოსავლის პოვნა, თუ რამ რაღაცა გაურკვეველ და ჩამ გადასაჭრო მდგომარეობაშია, რა თქმა უნდა, მასაც ფსიქოლოგიური კუთხითაც მუშაობ, ასე რომ შეგიძლიათ ეს მომსახურებაც მიიღოთ, ვისაც სჭირდება არა ტარო, არა რაღაცა, თქვათ, დიაგნოსტიკა ტაროსგან, ან რამე რიტუალი, შეგიძლიათ ფსიქოლოგიური კუთხითაც, ვისაც სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, შემეხმიანოს, ხო, რაღაცა რომ მოხდეს, თქვათ, სიტუაციის გაანალიზება. დღევანდელ გაშლას რაც შეეხება, მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა. რისი თქმა სურს სამყაროს თქვენთვის და რას გამოგვიგზავნის სულ მალე, ხო, ანუ რა ცვლილებებს მოგვიგზადებს სამყარო სულ მალე. პირველ რიგში, ესე იგი, ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ, რა სიტუაცია გაქვთ, რა მდგომარეობა გაქვთ, მერე რისი გაფრთხილება სურს სამყაროს თქვენთვის, ხო? ანუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. და მერე უკვე ვნახოთ, რას გიმზადებთ თავად სამყარო. მოკლედ, დავიწყოთ. პირველ რიგში ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ. თქვენ ახლა ამ ეტაპზე საკმაოდ რთული და პასუხისმგებლობებით სავსე პერიოდი გაქვთ. ანუ ნახეთ, ახლა ხართ იმ სიტუაციაში და იმ ენერგიებში, როდესაც ადამიანი იმ სიტუაციებზე, რომელზეც არ ქონდა პასუხისმგებლობა აღებული რაღაცა ვითარებიდან გამომდინარე, სიტუაციიდან გამომდინარე და არ იყო მის პასუხისმგებლობაში, დღესდღეობით თქვენ სამწუხაროდ, გინდათ არ გინდათ,
ამ პასუხისმგებლობის ქვეშ მოხვდით, ხო? ანუ მოგიწიათ, აგեղოთ იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ, რომ გააკეთოთ. ხო, ну, თუნდაც აი რა ვთქვათ, რომ რაღაცა ფინანსური კუთხით, ხო, იმაზე მეტი ხარჯი გაწიეთ, იმაზე მეტი ვალდებულება დაიდეთ, თქვათ, ბანკში, ან რაღაცა, რა ვიცი, სად. ან მეგობრისგან იცესხეთ იმაზე მეტი, ვიდრე შეგიძლიათ, რომ გასცეთ, ხო? ან უბრალოდ თქვით, რომ აი რაღაცა ნათესავს, რომელსაც არავინ არ ყავს, მე მოვუვლი და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ თქვათ, აი ეს ადამიანი თუ დადიოდა ფეხზე და თავის თავს რაღაცა პატრონად თქვენგან სჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ კვირაში ერთხელ მიეტანათ ნობათი, აღმოჩნდა ეს ადამიანი შეიძლება გახდა ცუდად, მოუწია ჩაწოლა და თქვენ უკვე 24 შვიდზე გიწევთ მასთან ყოფნა, ხო? ან ნახეთ, აქ იმაზე მეტი, ან თავზევი ძალა არ არის, რომ ამბობენ ხოლმე, მაგრამ თქვენ თავზევი ძალა გამონახეთ და ყველაფერი, რაც შეგეძლოთ, რაც არ შეგეძლოთ, რაც გეკუთვნოდათ, რაც არ გეკუთვნოდათ, ყველაფრის პასუხისმგებლობის აღება თქვენს თავზე იკისრეთ. ძალიან ემოციური ადამიანი ხარ, ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველგან და ყველაფერში იპოვოს პოზიტივი, ყველგან და ყველაფერში ეძებოს სიყვარული. ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას ღვრის, ხო? ნახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას უცხო საზოგადოებაში რომ შეხვიდეთ, ძალიან მალე და უცბად შეაყარებთ ყოველს თავს. ყოველ შემთხვევაში დაამახსოვრებთ თავს თქვენი ენერგიულობით, თქვენი სითბოთით, თქვენი ყურადღებით, თქვენ, ნახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან იმდენად თბილი ენერგიები, თბილი ემოციები გადასცემთ ადამიანებს, რომ ყველგან დაგიმახსოვრებენ. აი, ესეთ რაღაცა ძალიან ისეთი დადებითი ენერგეტიკის მატარებელი ადამიანი ხართ. კიდევ ვიხართ. ну, ეხლა შეიძლება იყოთ ისეთ სიტუაციაში, სადაც მე ისე ვიტყოდი, რომ სამყარო ძალიან გეხმარებათ. ვერ ვიტყვი, რომ სამყარო არ გეხმარებათ. ვერ ვიტყვი, რომ სამყარო არ გიდგათ გვერდით, მიუხედავად ისა, რომ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აიღეთ, მაინც გრძნობთ, რომ სამყარო თქვენს გვერდით არის. ხო, რაღაცა აჩენს სხვადასხვა საშუალებებს, სხვადასხვა სიტუაციას, სხვადასხვა მდგომარეობას, როდესაც თქვენ გეძლევათ ესე ვთქვათ, ისეთი ადამიანები გეგზავნებათ, შეიძლება რომ ცოტა გიმსუბუქებენ, ხო? რაღაცა სიტუაციურად. ან სულ არ ელოდებით დღეს, რომ ვთქვათ, ვიღაცა თქვენი ახლობელი თესავი მოვა და გეტყვით, რომ აი, ნახე, რაღაცა პროდუქტი მოგიტანე, ან თუნდაც რაღაცა მოდი შენ დაისვენე ხა დღეს და მოგეხმარები რაღაც სახლის საქმეში, თუ არა აქვს მნიშვნელობა, რაშიც არ უნდა იყოს, თქვენ გეგზავნებათ ესეთი ადამიანებიც, თქვენ გეგზავნებათ ესეთი სიტუაციები, როდესაც გრძნობთ, რომ სამყარო თქვენს გვერდით არის. მეორე მხრივ აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი მე რამდენად გადიხართ ამ ციკლს, შეიძლება ვერ დავითვალოთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება ითქვას ადამიანს ძალიან ბევრი რამ აქვს სასწაული და რასთან მიმართებაში აქვს სასწაული გეტყვით. ნახეთ, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ჩემო სიკეთემო, მე თვითონ მომიღო ბოლო, ხო? აი, თქვენ გითხარით, რომ იმდენად ემოციური და იმდენად ისეთი თბილი ადამიანი ხართ, რომ შესაძლებელია, რომ ამ თქვენს სიკეთეს, ამ თქვენს აი ამ სითბოს, იმ მდგომარეობას, რომ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება მეორე ადამიანმა სიბოროტე გააკეთოს, ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება, რომ დახმარების საშუალება გქონდეს და არ დაეხმაროს. ზურგში დანა დაარტყას, ხო? ანუ თქვენთვის ეს რაღაც სიტუაციები, რომლებისაც თქვენ
არ გააკეთებთ, იმიტომ რომ თქვენი მორალი ამის საშუალებას არ გაქვს, ანუ მორალს თავი დავანებოთ, უბრალოდ არც მოგივათ აზრად მსგავსი რამე, სხვებისგან ხშირად იღებთ საპირისპიროს. შესაბამისად, აქ თითქოს ადამიანს როგორი მომენტია იცით, რომ არაერთხელ ჩავარდით ისეთ სიტუაციაში, სადაც თქვენ ყველაფერი გააკეთეთ სხვისთვის, სხვამ არაფერი თქვენთვის და ვერ ისწავლეთ, რომ მე არ ვიცახი იმას, რომ არ უნდა დაეხმაროთ, მაგრამ ნახეთ, არც ისეთი მიმდობები არ უნდა იყოთ, რომ ზარალი ნახოთ, ხომ? ანუ ნახე, დაეხმარეთ, რა თქმა უნდა, თუ თქვენს შესაძლებლობებს არ აღემატება. ფინანსურად გთხოვათ ვინმე დახმარება. კი ბატონო, თუ სურვილი გაქვთ უნდა დაეხმაროთ, მაგრამ წახვიდეთ, კრედიტი აიღოთ, სახლი ჩადოთ, რა ვიცი, ოქრო დაალომბარდოთ, ანუ რავი, ხელფასით სამაგიოდენობა წინასწარ ანუ არა. ანუ გააქვთ 100 ლარის საშუალება? კი ბატონო, დაეხმარეთ 100 ლარის. გასაგებია, რომ იმ მეორე ადამიანს ჭირდება 2000, მაგრამ თქვენ 100 ლარის მეტი არ გაქვთ რომ დაეხმაროთ, არ გაქვთ რომ მეტი მისცეთ და შესაბამისად რანაირად და როდესაც და აქედან გამომდინარე თქვენ მიდიხართ 100 ლარი გაქვთ და მიდიხართ და 2000 ლარს სესხულობთ ადამიანისთვის, რომელსაც რატო არა აქვს, ხო? იმიტომ რომ რაღაცა არასწორად გათვალა, ან რაღაცა არასწორად გააკეთა, ანუ არ ვიცით ახლა რატო არ აქვს, ეს კიდე მეორე საკითხი. ყოველ შემთხვევაში ხედავთ რომ არ აქვს საშუალება გადახდის, ვთქვათ, ხო? ანუ გეუბნებათ რომ 2000 გამომიტანე ხა ბანკიდან, ოღონდ ადამიანი არ მუშაობს, არავინ არ ყავს ისეთი რომ დაეხმაროს, რაღაცა იქ დედის კმაყოფაზია, ბიძაშვილის, მამიდაშვილის, მეგობრის და თქვენ ამ დროს ბანკიდან გამოგაქვთ თქვენი სახლის ხო ხდებით და ანუ სამყარო მაგრად მოგარტყათ. გაგლახათ, ესე რა ვთქვათ, შვიდად. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყარომ დაგანახათ, რომ კი, ჩემო კარგო, მე არ გეუბნები რომ არაკეთო სიკეთე. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი სხვა ადამიანისთვის ღმერთისგან გაგზავნილი ანგელოზები ვართ, რომ დავეხმაროთ, მაგრამ ისე რომ საკუთარი თავი ჩავიგდოთ საფრთხეში, არავინ არ გთხოვს ამას. არავინ არ გთხოვს ამას. ამიტომ ეხლა შეიძლება გადიხართ ზუსტად იმ პერიოდს და იმ მომენტს, როდესაც მე რამდენიც უნდა გავიარო ეს სიტუაცია. მე რამდენად უნდა მიიღო ეს ტკივილი. მე რამდენად უნდა მოხდეს ჩემი წაქცევა. და რო დაფიქრდებით, ყველა სიტუაცია ზუსტად ერთნაირია თითქოს. იქ სახელებია განსხვავებული იქთან რაღაცა სიტუაციები, ნახეთ, რაღაც პატარა ნიუანსები არის სხვადასხვა, მაგრამ რეალურად ერთი და იგივე. ჭიქას, ხო, ჭიქა, ვთქვათ, საიდანაც არ უნდა დავატრიალოთ, ჭიქა ვერ გახდება თებში, ვერანაირად. აი, ეს მომენტია. მაგრამ შეიძლება იყოს გამჭვირვალე, შეიძლება იყოს რაღაცა ესეთი რკინის, ფაიფურის და ასე შემდეგ, ხო? რეალურად, ნახეთ, ერთი აზრი არის. და ეს შეიძლება იცით რა არის, არ ვფიქრდებით, არ დაუფიქრდით უბრალოდ თავის დროზე, ერთხელ რომ მოხდა, მეორედ რომ მოხდა, მესამედ რომ მოხდა და ნახეთ, სამყარო მანამ გვატრიალებს იმ წრეზე, სანამ ჩვენ არ ვისწავლით ამ წრიდან, სად ვუშვებთ შეცდომას, თუ შეცდომას ვუშვებთ და რატომ და როგორ უნდა გამოვასწოროთ. ხო, სანამ არ ვისწავლით ამის გამოსწორებას, ამყარო არ დაგვანებებს თავს. რა ხდება ახლა კიდევ რა ენერგიებია თქვენთან?
ძალიან ბევრი ადამიანის აზრს ითვალისწინებთ, ძალიან ბევრ შრომობთ, მე ესე ვიტყვი, ძალიან ბევრ შრომობთ და ძალიან ბევრი ადამიანიც არის თქვენს გარშემო, იცით როგორი მომენტი ნახეთ. ერთი რო ითვალისწინებთ აზრს და მეორე ძალიან ბევრია თქვენს გარშემო ჭკუის დამრიგებელი მასწავლებლები. ანუ როდესაც ადამიანს რაღაცა ჩანაფიქრი გაქვთ, რაღაცა მიზნისკენ მიდიხართ და έτσι გამოხდებიან და გეტყვიან, იცი რა ესე არ არის, ეს ვიღაცა ჩემ ბიძაშვილის, მამიდაშვილის, დეიდაშვილმა სცადა და არ გამოუვიდა და დაანებე თავის შენს რაღაცა, ანუ იმ არახას სცადა და არ გამოუვიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც არ გამოვივათ. და აი როგორი მომენტი ესეთ აი შრომობთ და თან ეს გარე ფაქტორების საუბარი თქვენს ყურთან ჩაჩურჩულებები ძალიან მოტივაციას მე ესე ვიტყოდი, რომ კი არ გაძლევთ, არამედ გიგდებთ. ერთის მხრივ კიდევ იმასაც გეტყვით, რომ ნუ არ ვიცი, 1, 2, 3, რამდენი ადამიანი ყავთ ზურგზე მოკიდებული, ვის ფინანსურად ეხმარებით, ვის მორალურად ეხმარებით, ვის ფიზიკურად ეხმარებით, ნახეთ, ბევრი ადამიანი ყავთ ზურგზე მოკიდებული. რა ხდება კიდე თქვენთან? ну აი რაღაცანაირად გითხარით, რომ სამყარო გატრიალებთ უკან. მაგრამ იცით როგორი მომენტი, აი უკან რამდენჯერად დაგატრიალებთ სამყარო, სამწუხაროდ თქვენ ბრაზობთ საკუთარ თავზე. ის კი არა, რომ მერე გაითვალისწინოთ და აღარ გააკეთოთ, ან მერე გაითვალისწინოთ და აღარ იმოქმედოთ. არა, თქვენ საკუთარ თავს უბრაზდებით, რაც კიდევ უფრო მეტ სასოწარკვეთილებაში გაგდებთ, ხო? ანუ სასოწარკვეთილებაში მეტ ტკივილს გაყენებთ, ხო? იმიტომ რომ მაშინაც, ეხლაც, იმის წინაც, ანუ ხო, ვიცი რომ ეს, აი ნახეთ, შეიძლება რაღაც მომენტში, კი ვიცი რომ ესე იქნება, მაგრამ და მე ხო ვიცოდი. ხო ერთხელ და ორჯერ არ ყოფილა ეს სიტუაცია და ხო უკვე ვიცოდი და აი ამაზე ძალიან დიდი ბრაზი გაქვთ. კიდევ რა ხდება? ყველაზე მეტად გადართული ხართ რაღაცნაირად, ესე ვიტყვი, უფრო ოჯახურ მდგომარეობაზე, ხო? ანუ ვისაც ყავთ, თქვათ, ოჯახი, უფრო ოჯახურ სიტუაციაზე ხართ ორიენტირებული, თქვენ წარმატებაზე, თქვენი ოჯახის კეთილდღეობაზე, მატერიალურ მდგომარეობაზე, რომ უკეთესობისკენ წავიდეს თქვენი ოჯახი, ხო, ანუ აქ თქვენ ხართ გადართული მაქსიმალურად დალაგების პროცესში, ხო? აი ხა ზუსტად ის იმდენი სირთულე გაქვთ თავზე, რომ რა თქმა უნდა დაალაგდეს, ხო, რა თქმა უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს ეს ყველაფერი. კიდე რა ხდება თქვენთან? კონფლიქტები ოჯახში, კონფლიქტები გარეთ, კონფლიქტები საკუთარ თავთან, გაურკვევლობა, არ ვიცით რა მინდა, არ ვიცი საიწავდე დღეს ერთი რაღაცა მინდა, მე ხვალ მეორე რაღაც მინდა, ვიწყებ ბრძოლა საკუთარ თავთან იმას ემართებაში, რომ მეორეთ აღარ გავიმეორო, თან გავიმეორო, ანუ იცით როგორ ახართ კარუსელი, რომელიც ტრიალებს, თქოს უნდა ჩამოხვიდეთ, გასწორდეთ, დაიწყოთ რაღაცა სიტუაცია და ისე ვიწყება შინაგანი კონფლიქტები, ხო, ისე ვიწყება რაღაცა სიტუაცია, ისე ვიწყება რაღაცა პრობლემა, ხო, ანუ თქვენ გაქვთ მატერიალური კუთხით არის, აი თითქოს აღარ მთავრდება თვე, უბრალოდ დამთავრდა თვე, გონიათ, აი ცოტა ხანი მაინც ახლა გადავიხადე ეს გადასახადი, ეხლა მაინც ცოტა სამოფისონთქებ და ისევ თავიდან იწყება. იმის გადასახადი, ამის გადასახადი, ის პრობლემა, აი არა, აი და ეს როგორ ხართ, იცით უკვე თავბრუ რო გეხვდა, აი წონასწორობა რო გაქვთ დაკარგული უკვე ადამიანს და ერთის მხრივ რო იცახი რომ არა მე მაინც გავუძლებ ამას და მე ყველაფერს თავიდან დავიწყებ და შემართებით ხარ, მაგრამ აი მეორე მომენტი არ გინდა ადგომა საწოლით. აი არ მინდა, უბრალოდ მინდა ჩემთვის ვიყო.
ჩემი სანთელი ჩაქრა თქვენის ნებართვით ავეთებ მეორე სანთელს და აქ არის იცით როგორი მომენტი, რომ აი არ მინდა არაფერი. უბრალოდ მომეცით საშუალება, უბრალოდ მომეცით საშუალება, რომ ამ დღეს მაინც დავისვენო, ხო? აი დღეს მაინც არ მქონდეს საფიქრალი რა გავაკეთო. აი დღეს მაინც დავისვენო. აი რაღაც ეს მომენტები მოდის. კიდე რა ხდება? აი გინდათ დაიკარგოთ, აი ყველაფერი და როგორი მომენტით, აი ერთი ხელის მოსმით ნეტა შეგეძლოთ ყველაფრის დავიწყება, ყველაფრის მოხსნა. ერთი ხელის მოსმით ნეტა შეგეძლოთ, რომ აი всё, ავიღე ერთი პარკი, თუ ჩანთა, ჩავალაგეთ ჩემი ნივთები და წავედი. სად მივდივარ, არ ვიცი, რა მელოდება, არ ვიცი, მაგრამ გავიქეცი. გაქვთ ეს მომენტი. აი თუნდაც იქ სადღაც, სადაც არ უნდა წავიდე, თავდაყირა დადგება ყველაფერი, ან დამხვდება ყველაფერი და აი რო იყვენ არც ენა მეცოდინება, არც აი არაფერი არ მეცოდინება, არც ახლა მეცოდინება, აღონდ მაგრამ არ მეცოდინება საერთოდ იქ მიმიღებენ თუ არა, მაგრამ ოღონდ წავიდე, ხო, რაღაცა ყველაფერი თავიდან დავიწყო, ყველაფერი თავიდან გავაკეთო, აი გავეცალო, მაგრამ სამწუხაროდ აი ზუსტად ის პასუხისმგებლობები, რომელიც გაქვთ, აი გიჭერთ, ჩამოკიდებულია გირები, რომელიც არ გაძლევთ ნაბიჯის გადადგმას. კიდე რა ხდება თქვენ? ხო, აი ჩამოკიდებული ხართ და თითქოს შეგიძლიათ გამოსვლა, ხო, გონდაი თითქოს არის ყველაფრიდან გამოსავალი, თითქოს არა, ყველაფრისგან არის გამოსავალი, იმიტომ რომ სამყარო მაინც თქვენს გვერდით არის, გაძლევთ საშუალებას, მაგრამ შეიძლება ნახეთ იმდენად გადაიწვით, რომ დაიწყეთ იმაზე ფიქრი, აქამდე თუ იბრძოდით და აქამდე თუ გინდა ანუ მარტივად შეიძლება არა, მაგრამ შედარებით მარტივად დგებოდით ფეხზე და აგრძელებდით ცხოვრებას, აი აქ თითქოს როგორი მომენტია, იცით, რომ რა მნიშვნელობა აქვს ბრძოლას, ისევ იგივე იქნება, ისევ ის იქნება, როგორც დღეს ვარ, ანუ კი, ამოვიწევი რაღაცა პერიოდი, ვიბრძოლებ, ვიომებ, წინ წავალ თითქოს ერთი ნაბიჯით და მე ისევ 3 და 4 ნაბიჯით უკან დავიხევ, ხო, აი რაღაც ეს მომენტებიც არის სამწუხაროდ. სხვათა შორის სამყარო ძალიან გეხმარებათ თქო და იცით რა არის ნახეთ, სამყარო ხედავს, რომ თქვენ გაქვთ მისაღები გადაწყვეტილება, თქვენ გაქვთ მისაღები სწორი გადაწყვეტილება, ესე ვთქვათ, და არჩევანის მდგომარეობა გაქვთ, ანუ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი გზიდან ერთი. ორი გზიდან ერთი, რომელიც სადაც ბოლომდე უნდა მიყვათ, ხო? აქ თითქოს სამყარო არჩევანის წინაშე გაყენებთ. არჩევანის წინაშე შეიძლება ითქვას, თუნდაც იმ ოჯახის წევრებთან მიმართებაში, რომლებსაც მთელი ცხოვრება ეხმარებით, ხა და ადამიანები არ ინძრევიან, თვითონ არ აკეთებენ არაფერს. მეორე მხრივ ეხმარებით მეგობარს, რჩევით თუ ფინანსურად თუ ასე შემდეგ და
უცებ რაღაცა რო ეტყვით რომ აი წამოჩემთან სამსახურში რაღაცა სამსახური გამოჩნდა რაღაცა 1000 ლარია ხელფასი მოგეტროლდებოდა და გეტყვის ანუ კაი რა ხა მე 1000 ლარზე ვიმუშაო ან რაღაც კაი რა ან რეივს მელაპარაკები და თქვათ რაღაცა თქვენ შეიძლება 2 და 3 ადგილას მუშაობდეთ და ის მე ხა ისე არა იცი ერთ საკმარისია ძალიან მეცხო უნდა ვისიამოვნო ცხოვრებით გეტყვით ხო აი რაღაც ეს მომენტები არის და თითქოს გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ვის ირჩევთ საკუთარ თავს თუ პრობლემებს ну აქ აშკარად როგორ ხედავთ კიდე სამყარო და ცით არის აი ძალიან წაღან თქვი რომ ოჯახური მდგომარე ხარ შეიძლება ვიღაცა დაოჯახებული იყოს ვიღაცა არ იყოს ხო რა თქმა უნდა მაგრამ აი აქ იცით როგორი მომენტი იმესახება კიდე განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის ვისაც ოჯახი ყავს მეუღლე ყავს თუ ხედავთ რომ მეუღლე არ გიდგათ გვერდით ალბათ რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ რომ ადამიანს სწორად მიუდგეთ იქნებ თქვენ ვერ უდგებით ხო ანუ ეს მომენტიც ხო არის სწორად მიუდგეთ თქვენს ურთიერთობას სწორად გაანალიზოთ როგორ უნდა გადაინაწილოთ პასუხისმგებლობები აქ თუ დაშორებული მდგომარეობა არის მათთან მიმართებაში მოსთხოვეთ შვილები მარტო თქვენი არ არის მოსთხოვეთ რომ დაგეხმაროთ გადასახადებში თუ არ გეხმარებათ თუ ის არის ბოლო ალიმენტი დაუწესეთ ხო არ აქვს მნიშვნელობა ანუ ადამიანს აგრძნობინეთ რომ ის პასუხისმგებელია მათ თქვენ შვილებზე ხო რომელიც საერთოდ ასე რომ აქ თქვენ მაინც როგორც ჩანს სამყარო ცდილობს გასწავლოთ საკუთარი თავის პატივისცემა და საკუთარი მოთხოვნების შექმნა. როგორ ხედავთ? ნუ ხა ამ ეტაპზე თქვენ სიტუაციას ხედავს რაღაცა ჩამოშლის მდგომარეობაში, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ ძალიან კარგია ერთის მხრივ რომ ნახეთ იქ სირთულეები გაქვთ, პასუხისმგებლობები გაქვთ, ძალიან ესეთი სტრესულ სიტუაციაში ხართ, ყველაფრის დამთავრება გინდათ, ყველაფრის გაჩერება გინდათ, ყველაფრისგან წასვლა გინდათ და ნახეთ როგორ მომენტია სამყარომ დაგაწყებინათ, შეიძლება ითქვას ჩამოშლა სისტემის იქ ვიღაცა მეგობართან დააყენეთ სიტუაცია, რომ იცი რა მოდი გინდა იმუშავე, არ გინდა კარგად იყო, მე არ მაქვს ამდენი, რომ შენ ყოველთვის გიხადო და დაგეხმარო. ერთხელ ორჯერ სამჯერ გასაგებია, მთელი ცხოვრება, მაშინ თქვენ ხართ ვალდებული, ხო, ვინახავთ რატო. ნუ თუ მას არ აქვს რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა. მან მას ვერ ამოვიყარ, თუ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, რაც ისრომოს. თუ მეუღლესთან გაქვთ პრობლემა, არ გაძლევთ სათანადოდ რაღაცა მიმართულებების მომენტი არის სხვადასხვა, ხო, ყველა სხვადასხვა სიტუაცია აქვს. აქაც დაგანახათ, რომ იცი რა, ის რომ შენ სუფთად გაცვია, კარგს ჭამ, კარგს ვსვავ, შვილები მოწესრიგებული ხვდებიან, ჭკვიანები, განათლებულები, აღზრდილები, ის რომ შეგიძლია ტელევიზორს უყურო, წამოწოლილმა, თქვათ სამსახურის მეირე თუნდაც, ან რა ვიცი, შაბათ-კვირას თუნდაც მთელი დღე გქონდეს შენი საქმე. ამ ყველაფერს გიქმნი მე ვარ თავი და თავი ამ ყველაფრის შექმნის და თქვენ ამის გამოხატულება დაიწყეთ შეიძლება. ანუ ეხლა მიდის პროცესი, სადაც სამყარო გინგრევთ
და განგრევინებს თქვენი ხელით, შეიძლება ითქვას, იმ მომენტებს, სადაც გამოსასწორებელი გქონდათ. ხდებით? და კიდევ ერთი, როგორ გხედავთ სამყაროს? ძალიან შეშინებულად გხედავთ, ანუ შეშინებულად გხედავთ, მაგრამ მე ესე გეტყვით, რომ სამყარო თქვენს გვერდით არის, ნუ გეშინიათ იმის, რაც ხდება. კი, პროცესი რთულია, იქ ვთქვათ, ვიღაცისთვის დაშორება, ვიღაცისთვის მეგობრის დაკარგვა, ვიღაცისთვის რაღაც სხვადასხვა, ყველა სხვადასხვა, ხო? და კი, ძალიან ძნელია ამ რაღაცების დაკარგვა, მაგრამ ამასობაში თქვენ პოულობთ საკუთარ თავს. თავს, საკუთარ თვითშეფასებას იმაღლებთ, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავთ, ანუ იწყებთ საკუთარი თავის წინ წაყვანას, თვალების გახელვას. ასე რომ შიში ეს არის ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება დაგხიოთ უკან, ამიტომ რთულია, ხო? მაგრამ, ნუ, რთულია, მაგრამ ამ ბოლოჯერ მაინც მოიქცეთ ისე, რომ აკეთოთ იმდენი, რამდენი შეგიძლიათ. კარგით. რისი გაფრთხილება, ანუ რა გაფრთხილებები აქვს სამყაროს? ხო, ნახეთ, ნუ სირთულე დასრულდება და დაიწყება ახალი ეტაპი, ხო? ამიტომ ნუ შეგეშინდება ბრძოლის. სამყარო გაფრთხილებთ, რომ სიახლეების ნუ შეგეშინდება. თქვენს გარშემო თუ კი რაღაცა ვინმე გამოჩნდა ახალი ადამიანი, ნუ შეგეშინდებათ, რომ თქვათ, იმ ახალმა ადამიანმა შეიძლება ეცადოს თქვენი გამოყენება თუ ეცადოს თქვენი რაღაცა რესურსის შეჭმა, ხო? რაღაცა პირიქით, მიიღეთ სიახლეები. სამყარო გაფრთხილებთ, რომ მიიღოთ სიახლეები. დამარცხებული არ ხართ ამ ბრძოლაში, დამარცხებული არ ხართ ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ნახეთ, მაშინ იქნებოდით დამარცხებული, როდესაც სამყარო არ მოგცემდათ იგივე გაკვეთილს იმისთვის, რომ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან და აღარ მოხდეს ეს. ამიტომ სამყარო გეუბნებათ, რომ არ ხართ დამარცხებული, ყველაფერი დაალაგდება, სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, ყველაფერი აიხდება ფარდა, მიეცემა პასუხები, გაეცემა პასუხები, ხო? დრო არის საჭირო. რაც, ნახეთ, სიკეთე გაქვთ ნაკეთები, ეს აუცილებლად დაგებრუნდებათ, მაგრამ დაგებრუნდებათ მაშინ, როდესაც თქვენ წარსულში მოიტოვებთ იმ ყველა პრობლემას, იმ თქვენივე თავიდან გამომდინარე შექმნილ პრობლემებს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არ უნდა გქონოდათ თქვენ, რომ არ დაგეშვათ კვლავ და კვლავ თქვენი შეცნობები, ხო? თქვენ რომ არ შემცდარიყავით, კი არა და უბრალოდ კი არ შემცდარიყავით, არამედ არ დაგეხუჭათ თვალი იმაზე, რასაც ნათლად ხედავთ. ამდენი გამოცდილების მერე ადამიანის ინტუიცია უფრო და უფრო უმძაფრდება და როდესაც თქვენი ინტუიცია გეუბნებათ, რომ იქ არ ხარ, სადაც უნდა იყო და მოდი შენ გზას მიხედე, უნდა გაერთოთ, ესეა. და აქ სამყარო გაფრთხილებთ, რომ თქვენივე ცდუნებების მდგომარეობა გაქვს დასაძლევი, ანუ ვიცით რა არის, კი, კარგია დახმარებაც ისიც, მაგრამ ნუ გგონიათ, რომ თქვენ თუ არ გააკეთებთ რაღაცას და თქვენ თუ არ იქნებით ვინმეს ცხოვრებაში, ეს ადამიანი ვერ შეძლებს თქვენად ცხოვრებას, ყველა შეძლებს თქვენად ცხოვრებას. და აქედან გამომდინარე, ერთადერთი ვინც ვერ შეძლებს თქვენად ცხოვრებას და ისიც უბრალოდ ესეთი მომენტია, თუ იმ წუთას არ მოხდა მერე უკვე რთულია, ეს არის დედა. შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ გეუბნებით მაგას, მაგრამ
შვილები შეძლებენ უთქვენად ცხოვრებას. ყველა შეძლებს. ერთადერთი არის დედა, რომელმაც შეიძლება ფიზიკური ცხოვრება გააგრძელოს, მაგრამ ყველაზე მტკივნეული იქნება ის, რომ ყოველ დღე თქვენ არ მიხვალთ მასთან და არ ჩაეხუტებით. ხო, ანუ უბრალოდ იმიტომ რომ თქვენ ეხლა ძალიან დიდი და რთული პრობლემების წინაშე დგახართ და აქედან გამომდინარე ვერ აფახერხებთ რომ მივიდეთ დედასთან და ჩავეხუტოთ. აი ერთადერთი ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა მე თუ მკითხავთ. ამიტომ დაამთავრეთ, დაიტოვეთ წარსულში ყველაფერი, ყველა ის მდგომარეობა, რომელიც განგრევთ, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ წინ წახვიდეთ და წინ დადგეთ. განთავისუფლდით, დაიწყეთ ახლიდან, გასაგებია. ერთი გამოცდილება, მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე, მეასე. კი ბატონო, გავიგეთ რომ იგივე შეცდომა დავუშვით, მაგრამ დავყუროთ, საკუთარ თავს დავუდოთ პირობა, სამყაროს დავუდოთ პირობა, ვისთვის რა არის მოსახერხებელი, ვისთვის რა არის ადვილი. ვიღაცასთვის ასკეზა ადვილი, ვიღაცისთვის უბრალოდ თავის თავთან არ დაარღვევს პირობა ის მომენტია, ვიღაცისთვის ეკლესიაში რომ დადებს პირობას, თქვათ ხატების წინ, ანუ ყველას თავისი აქვს, დადეთ პირობა, რომ თქვენ რამდენჯერაც კიდევ მოხდება ისეთი სიტუაციები, რამაც ეხა აი ამ სიტუაციაში მოგიყვანათ, ყოველთვის გაიხსენეთ პირველ რიგში საკუთარ თავს. დადეთ პირობა, რომ თქვენს პრიორიტეტებს და თქვენს თავს დააყენებთ წინ. თქვენ იქნებით ამომავალი წერტილი თქვენი პრობლემების დაძლევის. არავის იმედი, არავის დახმარების ხა გააჩნია რა სიტუაცია, ხო, რა თქმა უნდა, რაღაცასაც უნდა სწხოვოთ ახლა. თუმცა ძალიან კარგი, თუ ისეთი რაღაცა სასწაული არ არის, ძალიან კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს ყველას დახმარების გარეშე კვლავ მარტო მოაგვარებთ. და ეს განგათავისუფლებთ იმ განცდებისაგან, რომელსაც ქვია ბრაზი. რას გიმზადებთ სამყარო? რა შემოვა თქვენ ცხოვრებაში? სამყარო გიმზადებთ იმას, რომ აი ეს სულიერი მდგომარეობა, რაშიც ახლა იმყოფებით, ეს მატერიალური მდგომარეობა თუ რაც არის. გაგერიდებათ. აქ იქნება კონკრეტული ადამიანის დახმარება თქვენს მიმართ, კონკრეტული ადამიანისგან დახმარება, ეს იქნება რჩევა, ეს იქნება შეიძლება რაღაცა ემოციები, ხო, ეს რაღაცა უბრალოდ სიტუაცია, როდესაც ადამიანთან, თქვათ, შეიძლება საუბარი, შეიძლება ფსიქოლოგიური დახმარების კუთხით, ხო, ანუ ფსიქოლოგიური ახლა უბრალოდ გაანალიზება თქვენი სიტუაციის კიდევ უფრო კარგად და თქვათ, სად შეიძლება იპოვოთ გამოსავალი, როგორ უნდა მოხდეს და ასე შემდეგ. სწორი არჩევანის წინაშე დადგებით, ნახეთ, სწორ არჩევანს გააკეთებთ. გამოხვალთ თქვენ იმ სიტუაციიდან, რა სიტუაციაშიც ახლა ხართ და სწორ არჩევანს გააკეთებთ, ხო, რას გიმზადებთ სამყარო? ახალ შანსებს. ნახეთ, ახალ შანსებს, ახალ ენერგიას, ახალ წამოწყებას, ახალ გზას. ხო, გონებთ, აქ შეიძლება ადამიანი უბრალოდ ვიღაცასთან სადღაც თუნდაც ქუჩაში, რა ვიცი, ავტობუს, სამარშრუტო, ტაქსში, როგორც თქვათ, ავტობუსში შეხვდება, ან უბრალოდ გვერდზე მჭდომ რაღაც გამოელაპარაკება და შეიძლება ეს იყოს ის ნაპერწკალი, რომელიც ძალიან დიდ სტიმულს მოგცემთ, ხო, რომ აი თქვენ უნდა შეცვალოთ ეს ყველაფერი, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ ახრიდან ყველაფერი. ხო, ვიღაცისთვის რაღაცა შეიძლება რაღაც ეს გაშლაც იყოს, ხო, სტიმულისთვის, რომ აი მე ავდგები და გავაკეთებ. ისე რომ თქვენ სამყარო გიგზავნით ახალ შანსებს და ახალ გზებს. თქვენ გაძლევთ სამყაროს საშუალებას წინ წახვიდეთ. თქვენ ცხოვრებაშიც შემოვიდეს სიკეთეები, ხო? რას გიმზადოთ?
მე არ ვიცი შესაძლებელი აქ ცოტა ისეთი მომენტია, მაგრამ აქ გამოჩნდება თქვენს გვერდზე ისეთი ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან ხო ვიღაცა შეიძლება სამსახური ეს კუთხით დაგეხმაროთ ვიღაცა რაღაცა ემოციური კუთხით დაგეხმაროთ ვიღაცა აი ხვდებით ბოდიში კაცრავად ძალიან დიდი ბოდიში აქ ახალი პერსპექტივები შემოგთავაზოთ ახალი გამოწვევები შემოგთავაზოთ სამსახური ვიღაცისთვის ხო რაღაც თქვენ გიმზადეთ სამყარო გამოგიგზავნოთ ბევრი ადამიანი ბევრი სიკეთით და დახმარებით თავარია ნახეთ იქნება აქ ცდუნებების მომენტი შესაძლებელი აქ რაღაც მომენტში ისეთი ადამიანებიც გამოგზავნოს სამყარომ რომელიც რომელმაც წარსულში ძალიან მოკლედ მოგარტყათ თქო და ზუსტად ისეთი არქანიც ამობზანდა ძალიან მოგარტყათ ამიტომ ეს გამოწვევა იქნება ის რომ თუ თქვენ დადეთ იმ კურსით აიღეთ სადაც ყველაფერი წინ განახლების და პერსპექტივების სამყარო ამ გზაზე აუცილებლად გამოაჩენს ისეთ ადამიანებს, რომლებისგანაც მიიღეთ ძალიან დიდი დარტყმა, რომლებიც ძალიან ბევრი ტკივილი, ტყუილი, ღალატი და ასე შემდეგ მოგიტანეს. მაგრამ ეს იქნება ის გზა, სადაც უნდა მოგიტრიალდეთ სამყარო, ანუ სამყარომ უნდა მოგცეთ თქვენს წისქვილზე უნდა დატრიალდეს ხო წყალი თქვენს წისქვილზე და თქვენ მოგცემთ ამის ძალას რომ თქვენ გამოხვიდეთ და გახვიდეთ იმ სიტუაციიდან სადაც ახლა იმყოფებით მოგცემთ სრულ სიმშვიდეს სრულ ჰარმონიას საკუთარ თავთან და რა თქმა უნდა წინსვლას ახალი პერსპექტივებისკენ, ახალი ცხოვრებისკენ, ახალი გზისკენ მოგცემთ იმის საშუალებას სამყარო და გაძლევთ იმის საშუალებას სამყარო, რომ თქვენ შეძლოთ ამ ყველაფრის უფრო მსუბუქად გადალახვა, იმიტომ რომ თქვენ გამოგიგზავნეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარებიან, რომლებიც დაგიდგებიან გვერდზე, რომლებიც მოგცემენ რაღაც მინიშნებებს და შემდეგ ამ მინიშნებებით ამ რაღაცა გაანალიზებით მიხვალთ იმ შედეგამდე, რომელიც შედეგამდეც უნდა მისულიყავით და ეს სიტუაცია, რომ ციკლურად კიდევ ერთხელ დაგიტრიალდეთ, დასრულებული იქნება, იმიტომ რომ თქვენ მიხვალთ ზუსტ სრულ ჰარმონიაში საკუთარ თავთან, საკუთარ ენერგიებთან და შესაბამისად ეს რაღაცა პრობლემებიც უფრო მარტივად გადაიჭრება და დაალაგდება. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა, არ ვიცი ვისთვის ვინ რა ინფორმაციას ამოიკითხოთ და ვისთვის იქნება ეს გაშლა მნიშვნელოვანი, იმედი მაქვს რომ რაღაცა მნიშვნელოვანსაც მოისმენთ და დაგეხმარებათ თუნდაც პატარა ნიუანსით ეს გაშლა რომ წინ წახვიდეთ მეტი სიკეთისკენ, მეტი სიყვარულისკენ, მეტი ბედნიერებისკენ და კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გარდა ტაროს დიაგნოსტიკისა ჩემთან შეგიძლიათ რომ გაიაროთ ფსიქოლოგიური კუთხით დახმარება და გაანალიზება ისე რომ თუ დაგჭირდებით იმ კუთხითაც აქ ვარ. კიდევ რომ უნდა დამიკავშირდეთ ვიდეოების გამოთ ყოველთვის ტოვებ ხოლმე ჩემს საკონტაქტო ნომერს და დამიკავშირდებით WhatsApp-ში. ეხლა კი დროებით დაგემშვიდობებით.